გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით და შეპირებისამებრ მე მინდა დავიწყო ასინქრონული პითონის სერია თავისი პატარა თეორიით და პრაქტიკული მაგალითებით. ეს არ იქნება დიდი სერია, მაგრამ ესეთი საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ უჩვეულო, ასე ვთქვათ, პლეილისტი გვექნება. ვინაიდან ასინქრონული პითონის მიმართულება საკმაოდ ეფექტურია გარკვეულ ამოცანებში და საკმაოდ საინტერესო ილეთებს მოიცავს. ახლა უშუალოდ რო ვისაუბროთ რა არის ასინქრონული პითონი, ხო? და რასთან გვაქვს საქმე. ახლა თეორიას თუ ავიღებთ, ხო? ერთ-ერთი განმარტება, რამდენიმე განმარტება, ერთ-ერთი განმარტება შეიძლება ჟღერდეს ასე. ესე იგი, ასინქრონული პროგრამირება, ეს არის ტექნიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, პროგრამას აძლევს საშუალებას გავუშვას პოტენციურად დიდი ამოცანა. მაგრამ ამ დროს კვლავ გააგრძელოს რეაგირება სხვა მოვლენებზე. სანამ პირველი ეს დიდი ამოცანა მუშაობს და პროცესშია. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომ გავიგოთ კარგად. ეს კი იმის მაგივრად, რომ როგორც ჩვეულებრივ სინქრონულ პროგრამაში სანამ არ მორჩება რაღაც tasks, რაღაც ამოცანას პროგრამა ლოდინის რეჟიმშია და როგორც კი მორჩება გადადის შემდეგ ამოცანაზე, შემდეგ task-ზე, აქ არ არის ასე საქმე. ესე იგი, აქ რაღაც პოტენციურად დიდი პროგრამა, რომელიც დიდ დროს მოითხოვს დასამუშავებლად, გაშვებულია პარალელურად და სისტემა აგრძელებს სხვა მოვლენების მიმართ რეაგირებას. იქ არის განსხვავებები, რა თქმა უნდა, თვითონ ასინქრონულ მიდგომებში, არის კვაზი ასინქრონული მეთოდები, არის სრული პარალელიზმი, არის ნაკადები და ვნახავთ ამას ყველაფერს ჩვენ და მოკლედ ჯობია ვნახოთ საქმეში ვიდრე ასე თეორიულად მოვყვეთ, ხო? იმიტომ რომ ვისაც პირველად გაგვთ შეხება, რას ნიშნავს ეს რაღაცა დიდი ამოცანა გავუშვათ და ამ დროს სანამ ის მუშაობს სხვა მოვლენებს უპასუხოს პროგრამა, ხო? ეს ცოტა შეიძლება ბუნდოვნად ჟღერდეს. ამიტომ მოდით გავშალოთ ეს ყველაფერი მაგალითებზე და ვნახოთ კონკრეტულ კოდის ბაზაზე ეს ყველაფერი. ესე იგი, მოდით დავიწყოთ პირდაპირ და გავითამაშოთ ეს სცენარები. მე საქხალდეს შევქმნი, დავარქმევ async მოკლედ დავარქმევ async Python. ხო, async Python მასში გარკვეულ პროგრამებს შევქმნი, თქვენ შექმნით, გავუშვით და გატესტეთ. რომ მიხვდეთ ამის მუშაობის პრინციპს და ესე იგი ჩვენ ამ პლეილისტში ვნახავთ ახლა ჯერთი ვნახავთ ნაკადების თემას, threading. ხო, მოდით დავწეროთ პარემ. დავწეროთ ნაკადები რა არის. აი ესე. ვნახავთ threading. დღეს ვეგაჩვენებთ ამას. რა თქმა უნდა, გავშლით ჯერ აზრზე მოვიდეთ რასთან გვაქვს აქ ზოგადად და შემდეგ გავშლით ამას ყველაფერს. კიდევ ვნახავთ multiprocessing. კიდევ ვნახავთ async.io, ასეთი async.io. ნუ ძირითადად ამათ მიმოვიხილავთ, თუმცა არსებობს კიდევ subprocess მოდულიც არსებობს, მოდით დავწერე. subprocess მოდული არსებობს და არის კიდევ third party ამ ჩამოსაწერი მოდულებიც არის. მოკლედ ბევრი ვარიანტია. ჩვენ ახლა ძირითადად ნახავთ პირველ სამს განსხვავებებს ვილაპარაკებ, მაგრამ სანამ გადავალთ ასინქრონულ პროგრამაზე, მოდით რა არის სინქრონული პროგრამა, ხო? ჯერ სინამდვილეში ვინც Python-ს იყენებდით, ვინც ჩემ გაკვეთილებს და არა მარტო ჩემ გაკვეთილებს არჩევთ და ყოველთვის სინქრონულ პროგრამებს წერდით სინამდვილეში. და მოდით დავწეროთ ერთი ასეთი პროგრამა, რომელიც ზუსტად სინქრონულ კოდს ამუშავებს, ხო? და ნუ ვთქვათ, რას აკეთებს ეს პროგრამა, დავწეროთ sync test py. sync test Python-ის პროგრამა გვინდა დავწეროთ, ხო? მე დავწერ Sublime-ში, თქვენ სადაც მოგინდებათ, იქ შეგიძლიათ წეროთ კოდი, სულ ერთია ამ პლეილისტისთვის, ამ მინი კურსისთვის.
და მე შევქმნი ორ ძირითად ფუნქციას, მესამე გამშვებ ფუნქციას, გავუშვებ ამას, მოკლედ გავაკეთებ სინქრონული კოდის იმიტაციას, ხო? ნუ სინამდვილეში ყველამ ეს იცით, ვინაიდან თუ Python-თან დღეს არ გაქვთ შეხება სინქრონულ პროგრამებს დაწერდით, დიდი ალბათობით. ესე იგი, რაღაც ცვლად შევქმნი, ეს ცვლადი უდრის 10, ვთქვათ, შევქმნი დაყოვნება, სიმულაციას გავაკეთება დაყოვნებით. დაყოვნება იყოს, რა ვიცი, 0.5 წამი. ხო? ეგრეთ სხვანაირად დაარქვათ. ეს ცვლადები გამომადგება მე ხლა ერთგვარი გაშვების სიმულაციისთვის. ვაკეთებ ფუნქციას def, ვთქვათ, ნუ რაღაც my test იყოს test 1. test 1-ში ჩვენ გადავაგზავნით არგუმენტს. ნახოთ ახლა რა არგუმენტია საუბარი. მანდ-ვე იქნება ციკლი range, ხო? აქამდე იმუშავებს, ხო, ამენში მოფრინდება კონკრეტული რიცხვი და მაგ რიცხვამდე გაიშლება range-ით და იმუშავებს იმდენ წრე ციკლს გააკეთებს, მოკლედ რა ვთქვა. და მე ასევე გავაკეთებ დაყოვნებას გავაკეთებ, აი პროგრამას მივაძინებ გარკვეული დროით. ახლა დაყოვნების პარამეტრი უკვე შემოტანილი მაქვს, მაგრამ თვითონ დაყოვნების მოქმედება მე უნდა შემოვიტანო time მოდულით, ხო? time მოდულში, ხო, ეს მოყვება თან ეს მოდული, არაფრის ჩაწერა დამატებით Python-ში ჩვენ არ გვჭირდება და ჩვეულებრივ დაიმპორტეთ მოკლედ ეს time მოდული და ახლა რას ვაკეთებთ? ესე იგი time მოდულში არის delay, ხო? დააყოვნე პროგრამა არა უკაცრავად sleep, ხო? დააყოვნე პროგრამა აი ამ ცვლადში რა მნიშვნელობაც გვიწერია, ხო? ფაქტიურად როგორ სხვათა შორის sleep-ը უნდა დავწეროთ პატარას უკვე ეს ასეთი მეთოდი. time მოდულში sleep დააძინებს 0.5 წამით პროგრამას, გააჩერებს პროგრამას. უფრო მეტი შეგიძლიათ, სხვა მნიშვნელობებით შეგიძლიათ და ნუ მოკლედ რაღაც თქვათ რაღაცას აკეთებს პროგრამა, ესეთი დაყოვნების დროით სიმულაციას ვაკეთებთ, რომ დაკავებულია რაღაცას ასრულებს თქო. და დავპრინტავ, ნუ რაიმე დავპრინტოთ ისეთი რა ვიცი, აი ესე ტირები, ის არის ვთქვათ, შემდეგ იყოს line from განსაზღვროთ f-string-ით, ესე იგი line ეს ნომერ ესა და ეს ხაზი is done ვთქვათ, რაღაცა მსგავს, ეს ხაზი შესრულდა. ნუ სინამდვილეში არსებითი მნიშვნელობა არა, აქ ახლა რას დავპრინტავთ, უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის დაგჭირდება. ესე იგი პირველი ფუნქცია იღებს გარკვეულ არგუმენტს, პარამეტრს, ციკლში იწყებს იმდენჯერ გაშლას რა არის მაჩვენებელიც იქნა გამოგზავნილი და ანხორციელებს თითოეულ წრეზე დაყოვნებას, ხო? და ქმნის ესეთ ილუზიას, რომ ეს ფუნქცია მუშაობს ამდენი დრო. მსგავსად გავაკეთებ მეორე ფუნქციასაც, არაფერი განსხვავებული, უბრალოდ სახელს შევცვლი, დანარჩენი ყველაფერი გვაწყობს, აქ უბრალოდ შევცვლი, ვთქვათ, გამოტანის ვიზუალს, დანარჩენი ყველაფერი გვაწყობს. ანუ ორი ფუნქცია გვაქვს, რომელიც რაღაცას აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა, ნუ რა ლოგიკაა თვითონ ფუნქციის შესრულებაში არ არის. ჩვენ ვაკეთებთ სიმულაციას, თითქოს ამ კეთების დროს ის ხარჯავს გარკვეულ n დროს, ამ შემთხვევაში delay-ში რაც არის გაწერილი, ხო? და იმდენჯერ შეასრულებს ციკლს რა n-იც იქნება მიწოდებული. მეტი აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. გარდა ამისა მე მექნება გამშვებ ფუნქცია main, ხო? და ამ გამშვებ ფუნქციაში მე გამოვიძახებ, ხო? ამ ფუნქციებს. test ისე მოდით func 1 ან რაღაც my ფუნქციის სახელი კონდეს. my func 1 იყოს, ხო, test. ახლა ძალიან ისეთი ზოგადად ჭრებს სიმართლე რო ითქვას, არაფერი პრობლემა არ არის, test-ით შეგიძლიათ. მაგრამ უკეთესად უფრო გასაგებად დავარქვათ, ხო, ფუნქციებს ჯობს. ხო, და აქ my function 1-ში მე ვაგზავნი n-ს, ეს n-ი არის 10-იანი ამ შემთხვევაში, 10-იანი მოფრინდება აქ, 10-ჯერ მოხდება ამ ციკლის გაშვება. და 10-ჯერ მოხდება დაყოვნებაც, ნუ აიმდენი დროით, ხო? იგივე ეხება მეორე ფუნქციის გაშვებას. ხო, აი ესე. აქაც n-ი გავაგზავნ.
არის main ფუნქცია. main ფუნქციას სჭირდება თავისი გამშვები. If name main, ხო, ანუ ეს რაც ესე იგი ესეთი კონსტრუქცია Python-ში მე ერთ-ერთ გაკვეთილში მქონდა ამაზე საუბარი, ნახეთ ჩემს საიტზე თუ რას ნიშნავს ესეთი მიდგომა. ყოველ შემთხვევაში აქ მე ახლა გავუშვებ main ფუნქციას, რომელიც თავის მხრივ დაძრავს ამ პირველ და მეორე ფუნქციებს, ხო? მაგრამ გარდა ამისა მე მინდა დავთვალო დრო, რამდენი ხანი მოუნდა ამ ორი ფუნქციის დამუშავებას ეს პროგრამა. ამიტომ რას გავაკეთებ? ავიღებ start წერტილს ჩავინიშნავ, ხო, როდის დაიწყო პროგრამა მუშაობა, time მოდულში არის time მეთოდი, რომელიც დანიშნავს დაწყების დროს, გავუშვებს ამ ძირითად ფუნქციას, რომელიც თავის მხრივ დაძრავს ორ ქვე ფუნქციას და დავბეჭდოთ ბოლოში f string-ით ასეთი რამ total time ჯამური დრო ამ მოქმედებების ყველა ამ ფუნქციის გაშვებით უდრის time ფუნქციის time მეთოდი ისე ბოლოში როგორც კი მოვა აქამდე კოდი მაშინაც უშვებ time ფუნქციის time მეთოდს რომ დაინიშნოს უკვე მიმდინარე დრო ხო ბოლოში უკვე ფუნქციები შესრულებულია კოდი მოვიდა აქ და ახლა ინიშნავს დროს ეს არის საბოლოო დრო ფაქტიურად საბოლოო დროს მინუს საწყისი წერტილი რაც ჩავინიშნე დრო ეს გვაძლევს სხვაობას ხო და აი გამოდის ამათი სხვაობა გვიკარნახებს დროს აი ამდენი წუთი ან წამი ან შეიძლება საათი მოვანდომა ფუნქციამ ხო საბოლოო ჯამში აი ესეთი რამდენიმე ფუნქციანი პროგრამა არის და ეს ამ ყველაფერს რასაც ხედავთ ეს არის სინქრონული პროგრამა აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის ესე იგი მიმდევრობით სანამ ერთი ფუნქცია ან გავუშვებთ ჩვენ ახლა ამ კოდს ჩაინიშნავს დაწყების დროს გამოიძახებს ძირითად ფუნქციას ძირითადი ფუნქცია გამოიძახებს პირველ ფუნქციას პირველი ფუნქცია დაიწყებს შესრულებას და სანამ ის არ დაასრულებს მუშაობას არ მოხდება მეორე ფუნქციის გამოძახება მეორე ფუნქციაც, როდესაც დაასრულებს, პირველი ფუნქცია როგორც კი დაასრულებს მუშაობას, მოხდება მეორე ფუნქციის გამოძახება, ის შეასრულებს თავის ქმედებებს და საბოლოო ჯამში მივიღებთ ორი ფუნქციის გაშვებას, ხო? ერთი საერთო ფუნქციის გავლით. და ეს სინქრონული პროგრამაა, ახლა მოდით გავუშვათ, ნახოთ როგორ იმუშავებს, ხო? საინტერესოა. მე შევალ ჩემს აქხალდეში რაც დავარქვი async python ხო და გავუშვებ ჩვეულებრივ command prompt-ში ხო Windows-ზე ვაკეთებ თქვენ ტერმინალში შეგიძლიათ ჩვეულებრივ გავუშვათ არანაირი განსხვავება არ იქნება ახლა სად გავუშვეთ ამ პროგრამას ოღონდ ტესტის მაგივრად მე დავარქვი sync test py სინქრონული პროგრამაა რა მოკლედ რო თქვა და აი ესე იგი 10 ჯერ პირველი ფუნქცია სრულდება შეხედეთ ჩვეულებრივი ტირეები ხო მე მორჩა თუ არა პირველი ფუნქცია მუშაობას დააკვირდით მორჩა თუ არა პირველი ფუნქცია მუშაობას სადღაცაა აქ ხო 10 ჯერ შესრულ 0-დან იწყებს ხო გვახსოვს ეს მორჩა თუ არა ეს ფუნქცია მუშაობას დაიწყო მეორე ფუნქცია მუშაობა და ნუ მეორე ფუნქციაც 10 ჯერ ესე იგი გაეშვა ციკლი უბრალოდ შიგნით გაეშვა ციკლი და ჯამურად მივიღე 10 წამი გარკვეული მნიშვნელობით. და ეს იყო სინქრონული პროგრამა. მაგრამ პრობლემა დგება მაშინ, როდესაც თქვათ ჩვენი პროგრამა ეს პირველი ფუნქცია ხო, ანუ პირველი ფუნქციები რაც თავში უნდა გავუშვათ ძალიან დიდ ამოცანას ასრულებს, რუტინული ამოცანა დიდი დრო უნდა. ფაქტიურად გამოდის რომ სანამ პირველი პროგრამა არ მორჩება მუშაობას, დანარჩენი ყველა ფუნქციონალი და უამრავი რესურსი მოლოდინის რეჟიმშია. და არის საშუალება რომ ივან გააგრძელოს თავისი მოქმედება, ხო, აი ამ ამოცანამ დამუშავებამ და ჩვენ პარალელურ რეჟიმში ის დარჩენილი რა რესურსების გვაქვს, სხვა ამოცანას მოვახმაროთ, ხო? ტყუილად რო არ ელოდეს პირველი ამოცანის დასრულებას, პარალელიზმი ერთგვარი, ხო? და მოდით ამის რეალიზაცია გავაკეთოთ. ანუ იდეა ძირითადად ეს არის. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ეგ 10 წამი ველოდეთ პირველ ფუნქციას, მაგრამ 10 წამის მაგერად ერთი საათნახევარი რომ მუშაობდეს, მაშინ რა ხდება? ეს არავის არ აწვავს. ამიტომ არის ტექნიკები სხვანაირი ცოტა.
მოდით მე ახლა შევქმნი პირობითად ასინქრონულ კოდს, ხო? სინამდვილეში არის მანდაც განსხვავებები, ფსევდოასინქრონული კოდი, კვაზი ასინქრონული შეიძლება ითქვას. ამას გაგარკვეთ უფრო მეორე გაკვეთილში, მაგრამ ჯერ პირველად ის წარმოდგენა რო შევიქმნათ, ჯერ ნახოთ კოდში რა ხდება. ესე იგი, thread test, ხო? Thread ნაკადებზე გაჩვენებთ, ხო? იმ ნაკადებსაც ნახავთ უბრალოდ, multiprocessing-საც ნახავთ, IO-საც ნახავთ, ესეთი საინტერესო მოდულია. მოკლედ, ახლა მოდით ნაკადებზე გადავინაცვლოთ, ხო? აი, რას ნიშნავს ეს რა ნაკადებზეა ლაპარაკი და რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ნაკადებში ეს ძირითადი კოდი თქვენ წარმოიდგინეთ არ იცვლება, ძირითად ფუნქციებზეა საუბარი. აი, ნახოთ. ესე იგი, ჩვეულებრივ time შემოვიტანე, ჩვეულებრივ აი ეს პარამეტრები მაწყობს, რაც ხოს იგივე გავაკეთოთ. ფუნქციები რჩება იგივე, მნიშვნელოვანი ეს მომენტი. ფუნქციის ტანი არ შემიცვლია, რაც რაღაც ლოგიკას ასრულებს, ორივე ფუნქცია დავტოვე იგივე. გამოძახებაც პრინციპში მაწყობს როგორც არის. ერთადერთი მე აქ დავამატებდი ასეთ რამეს. ფუნქციების ბოლოს დავამატებდი დაპრინტვას, ვთქვათ, რაც რო გამოიყოს line რაღაცა, ხო? არა, მოდი ესე გავაკეთოთ. all functions complete. სინამდვილეში ახლა ობიექტურად რომ ვთქვათ, ეს ალბათ არ ასახავს ისეთ რეალობას, ეს პრინტი ახლა მიხვდებით რაც მაქვს საუბარი. მოდით ასე გავაკეთოთ. all other tasks done. აი ესეთი. ხა გაჩვენებთ სად გამოჩნდება ეს. ესე იგი, ძირითადი ტანი რჩება იგივე, მაგრამ ქვემოთ ჩვენ გავაკეთებთ ერთ რაღაცას. ესე იგი, მე პირველ რიგში ალბათ გავაკეთებდი დეკორატორს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაგვჭირდება ამ პლეილისტში ესეთი დროის გათვლები. ნუ დეკორატორი ჩაწერილი მაქვს მაგაზეც დიდი ვიდეო, უფრო ღრმად ნახეთ მათ, მაგრამ შეგახსენებთ რომ არის რაღაც ფუნქციონალი და ამ ფუნქციონალის თავში და ბოლოში ვამატებთ დამატებით ფუნქციონალს, ხო? გარს ვუკეთებთ გარკვეულ ზემდგომი ფუნქციონალი, ასე ვთქვათ, ხო? ვაწევთ დამატებით ფუნქციონალს, რომელიც ძირითად ფუნქციონალს არ ეხება, მაგრამ ემატება, მოკლედ, აი. ესეთი ვთქვათ, კამფეტი და კამფეტს ხო აქვს შემოსახვევი რაღაც და იმას თავისი ფუნქცია აქვს, ხო? და კამფეტს თავისი ფუნქცია აქვს. ხო და დეკორატორები გამოგვადგება ჩვენ აქ, მე ამ კოდს ცოტათი გადავაკეთებდი, მაგრამ მოგვიწევს პატარა ფუნქციის დაწერა. პატარა დეკორატორის დაწერა, მოდი დავწეროთ ახლა ეს. დეკორატორი და ის პირდაპირ დავაკოპი პეისტებ მე როგორც მაქვს, სადაც მაქვს ეს ნანახი, აი ცალკე იქვე საქალდეში ცალკე ფაილს ვაკეთებ. დავამახსოვრებ, ну რა ვიცი რაღაცა my deck თქვა იყოს წერტილი py, ხო? აი ესე გამოიყურება დეკორატორი, საბოლოო ჯამში ახლა დეკორატორების სიღრმეში მე არ მინდა შევიდე. რას აკეთებს შინაარსობრივად, რო გითხრათ, ეს აკეთებს იგივე დროის დანიშნვას ფუნქციის გაშვების წინ და დროის დანიშნვას ფუნქციის დასრულების შემდეგ. დროს ითვლის რა, მოკლედ რა დრო მოანდობა. და ეს დეკორატორი აქტიურად, ну, კონსტრუქცია ასე გამოიყურება, ზუსტად ამას შეასრულებს ამ ფუნქციას თავზე. დავადებთ, შემოახვევთ, ასე ვთქვათ, სწორი უფრო განსაზღვრება ეს იქნება. დეკორატორების გაკვეთილი მაქვს და ნახეთ ჯობია მან და ახლა ამაზე არ დავხარჯავ აქ დროს. რა შეიცვალა ძირითად კოდში მე უკვე იცით რას ვიზამ. ძირითად კოდში მე აქ ავიღებ და ჯერ ერთი დავაიმპორტებ ჩემს დეკორატორს. From my deck, ხო? From my deck. ალბათ მე jobs minds ასე გავაკეთოთ. My deck იყოს ქვედა ტირეთი. ან ესე იყოს my deck. ასე გავაკეთე.
ამას დავკეტავ. ფუნქციონალი დარჩება. აქ from my deck დავკეთებ. From my deck import და ჩვენ მან დავარქვით დეკორატორ ფუნქციას time counter. აი ეს. ამას შემოვიტან მხოლოდ და მხოლოდ. აი აქ დამჭირდება ის ახლა. time counter. აგერ არის ბატონო. time counter ფუნქციონალი შემოვიტანე და რას მაძლევს ეს? ეს მაძლევს იმას, რომ მე აქ ამ time counters მივაბავ. რო ვთქვათ, ჩემს main ფუნქციას ას. და უკვე შედეგად აქ ცალკე აღარ მომიწევს ამ ერთი და იგივეც გამეორება ყველა ჯერზე, აი ესე წავშალე დროის დანიშნა, იმიტომ რომ უკვე main ფუნქციას აქვს ეს ფუნქციონალი, რომელიც დროს დაითვლის და გამოიტანს ეკრანს. ეხლა აქ ჯერჯერობით ასინქრონული არაფერი არ არის, ხო? ასინქრონულს არ ეხებოდა ეს გავაკეთეთ, გავამჯობესეთ კოდი, რომ დეკორირების დახმარებით დრო დაგვეთვალა, იმიტომ რომ მე დაგჭირდება სხვა მაგალითებში კიდე კურსის განმავლობაში. შედეგად რა გვინდა კიდე აქ ჩვენ პრინციპში მზად ვართ ახლა უშუალოდ შევცვალოთ ძირითადი აი ეს main ფუნქციის პარამეტრები და გავაკეთოთ ასინქრონული. ჯერჯერობით ასინქრონული აქ არაფერია. ესე იგი მე თუ აქ ვეცდები კოდის გაშვებას thread დავარ, ხო? ნაკადებით გავაკეთე. ხო, time counter ესე იგი func tool is not defined. Func tool-იც უნდა შემოვიტანო, აი აქ დამავიწყდა აუცილებლად შემოვიტანო func tools, ხო? მე მგონი time-იც დამჭირდება func tools და import time. რა თქმა უნდა, ახლა თუ არ შემოვიტანე ესეთი ფუნქციონალი, გავაქტიურე სტანდარტული ბიბლიოთეკიდან, ეს მომენტები არ იმუშავებს, ამიტომ დაიმპორტება საჭირო იგივე time-ს ეხება, ხო? კარგი, ეს ბაგი გამეპარა, გავუშვათ და დაიწყო სკრიპტა მუშაობა, აკეთებს ფაქტიურად იგივენაირ outputs და აკვირდეთ, ჯერ პირველი ფუნქცია მუშაობს და სანამ არ მორჩა მეორემ არ დაიწყო მუშაობა და ბოლოს ჩვენმა ესე იგი დროის გამთვლელმა მექანიზმა გვითხრა, რომ აი აქ 10 წამი მოანდომა, ხო? აი ეს საბოლოო დრო აქ საწყისი დრო მანამდე იყო ჩანიშნული და ნუ მოკლედ მივიღეთ რომ 10 წამში ეს ორივე ფუნქცია შესრულა. ნუ იგივე ფუნქციონალია, ოღონდ გავიტანე დეკორატორში. მაგრამ სად არის ასინქრონულობა? ასინქრონულობა ჯერ საერთოდ აქ არ არის და პირველი რაც მე მინდა გაჩვენოთ, მაგალითად ნაკადებით როგორ ვიზამთრებთ. თლათ პარალელიზმი მანდ არ არის. მე ამას თეორიულ მასალაში შემდეგ გაკვეთილზე ვიზუალურადაც გაჩვენებ. მაგრამ მოდით ვნახოთ, აი იქნება ილუზია რომ თითქოს პარალელურად მუშაობს. ახლა რაზეა ლაპარაკი? ამ main ფუნქციაში მე ვაკეთებ ასეთ რამეს. thread ერთი პირველი ნაკადი, აი ესე. thread ან ნაკადის ობიექტი გავხსენი, target მიზანი, ესე იგი მოვუნიშნე რომელი ფუნქცია გავუშვა ნაკადში, ხო, აი ნაკადზეა საუბარი. აქ არგუმენტად ამ ნაკადში გადავისროლე n ის 10-იანი, რაც იყო, ნუ იმიტომ რომ სხვათა შორის n უნდა იყოს ერთ ელემენტიანი კორტეჟი, თაფლი. ხო, ამ ფუნქციას ხო გჭირდება არგუმენტი. და აგერ არის, აქედან ვაწვდით და აქ ესე იგი ობიექტი ნაკადი შევინახე ეს ყველაფერი აი აქ და მსგავს მიდგომას გავაკეთებ მე მეორე ფუნქციაზეც. ოღონ აქ ორიანით ჩავანაცვლებ აქ მეორე ფუნქციას. ცალ-ცალკე ობიექტები გავაკეთე ამ ნაკადებისთვის, ნაკადების შევქმნა. და შემდეგ რა ხდება? შემდეგ ხდება ის, რომ მე ვიღებ და thread ერთს ამ ობიექტს ვუშვებ. ამ ნაკადს დავქოქე ეს ნაკადი. იგივეს ვაკეთებ მეორე ნაკადისთვის. thread 2 start, ხო, აი ეს. აი ეს დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ. შეხედათ გავუშვი ეს ნაკადი. რა შეიცვალა ამით, ხო? ამით შეიცვალა ბევრი რამ სინამდვილეში. მოდით ვნახოთ პროგრამის ქცევა ახლა. გავუშვათ აი ეს ნაკადებიანი პროგრამა. მე რატომღაც მე მგონი ნაკადების იმპორტით ზამავიწყდა, ხო? იმპორტი თუ არ გავაკეთეთ, ახლა სტანდარტული ბიბლიოთეკიდან ისე არ გამოვა თვითონ ვერ მივხვდება, ამიტომ ვერ მივხვდა, შეხედათ ვერ მივხვდა ამ ობიექტს.
ამ ობიექტს ვერ მიხდეთ. ეს ობიექტი ავტომატურად არ არის შემოდანი პროგრამაში, ის უნდა დავაიმპორტოთ, რა თქმა უნდა, from threading. ეს მოყვება Python-ს არანაირი დამატებითი ინსტალაცია საჭირო არ არის, import thread. ეს ნაკადების ფუნქციონალი შემოვიდა. თვითონ როგორი შინაარსით მუშაობს ნაკადები, ამაზე ვილაპარაკებთ. ჯერ არ ვიჩქართ, ჯერ ნახოთ ეფექტი. აი, ეფექტი რომ მივხვდეთ საითკენ მივდივართ. ხო, ესე იგი, გავუშვათ ახლა ეს პროგრამა და დააკვირდით რა ხდება. შეხედეთ როგორ მუშაობს. ხან მეორემ დაიწყო საერთოდ, ხან პირველმა დაიწყო, ხო? ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან, ხედავთ? ენაცვლებიან. და ფაქტიურად სანამ ერთი მუშაობს, ხო, მეორეც მუშაობს, იქნება ილუზია, რომ პარალელურად მუშაობენ. ახლა აქ აი ეს, ხო, ეს ორი ტოლობა და მეტობის ნიშანი რაც არის, ეს არის ერთი task-ის გარემო, ხო, ერთი task-ის კონტექსტი. ერთ საქმეს აკეთებს ის მეორე ფუნქცია. იგივე ეხება პირველ ფუნქციას. პირველ ფუნქციას ერთ task-ს აკეთებს, იქ რაღაც დროს ხარჯავს, ხო? მაგრამ რა ხდება, სანამ მეორე ფუნქცია აკეთებს ამ ერთ task-ს, პირველი მუშაობს, სანამ პირველი აკეთებს, მეორეც მუშაობს. ხედავთ? და ფაქტიურად ისინი პარალელურად მუშაობენ, ხო? ბრჭყალებში ჩავსვავდი ამას მე. რატომ ბრჭყალებში ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ, ხო, შემდეგ აკვეთილზე უფრო. კიდევ ერთი მომენტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, დააკვირდით რა გამოვიდა ეგრევე, ხო? აი, all other tasks done. შეხედეთ? ესე იგი, რა მოხდა აქ? ეს all other tasks done საერთოდ ეს სტრიქონი იყო ყველა ამ ნაკადის შექმნის და ფუნქციების გაშვების შემდეგ, ბოლოში იყო. მაგრამ ვინაიდან ეს ორივე ფუნქცია ჩავაგდეთ შესაბამის ნაკადებში, ისინი მუშაობენ, თავის საქმეს აკეთებენ, არ მოწდა დამატებით კიდე ერთი ტასკი, რომელიც უფრო ყველაზე მარტივი იყო და ეგრევე ყისიერად შესრულდა და ყისიერად შესრულდა. კიდევ დამატებითი რესურსი გამოიყენა, რომ არ დალოდებოდა ამ ფუნქციების მუშაობის დასრულებას. ანუ ასინქრონულად იმოქმედა, შეიძლება ითქვას, აი, დააკვირდით. აი ეს გამოვიდა. თორე რომ ამას მარტივი ამოცანა იყო, მარტივი task-ი იყო და სანამ სხვა ფუნქციები თავის საქმეს არ ყვევდნენ, თავის ლოგიკას ამუშავებდნენ, აი ეგრევე შესრულდა ეს მომენტიც. და ფაქტიურად აი ხედავთ ეფექტს, ოღონ ნაკადების გამოყენებით. ახლა მოდით ენი დავაპატარავოთ, ცოტა 5 ავიღოთ. ანუ 5 წრეზე შესრულდეს ჩვენი ესეთი ასინქრონულობა, ასე ვთქვათ. და აქაც ხედავთ, ხო, რამდენჯერაც არ უნდა გავუშვათ. დაიწყო მეორე ფუნქცია მუშაობა, ნუ დაიბეჭდა ეს, პირველ ფუნქციამაც დაიწყო მუშაობა და აკეთებენ ისე პარალელურ რეჟიმში, ბრჭყალებში პარალელურში, იმიტომ რომ არის განსხვავებები მან და ამაზე ვისაუბრებ. იქნება ილუზია, რომ პარალელურად მუშაობს და ეს სამდვილეში თავთავიანთ ნაკადებშია და სწრაფად ხდება ამით გადართვა, მაგრამ ამაზე შემდეგ აკვეთილზე ვისაუბრებ. ხო, აი ესეთი ეფექტია. ესე იგი, კიდე რა შეიძლება აქ დავამატოთ. სინამდვილეში ჩვენ სასინქრონულობა გვაძლევს ძალიან ეფექტურ მიდგომას, ხო? თუ გაქვთ ასეთი ამოცანა, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს და ამ დროს სასურველია რომ სხვა პატარ-პატარა ამოცანები დამუშავდეს და არ ელოდებოდეს ამას, მაშინ ასინქრონულობა ზუსტად გჭირდება. რა ტიპებია ასინქრონულობის, ხო? რა ეს სამი ძირითადი მოდული რას ვთქვი, ხო? Threading, multiprocessing, async IO და არის კიდე დანარჩენები. ამაზე ვისაუბრებთ უკვე შემდეგ აკვეთილზე, იმიტომ რომ ვიზუალურად უნდა დავაკვირდეთ ამას და გავიაზროთ იდეები და თან, ნუ, ნახავთ თვითონ გამშვებ კოდსაც, რა თქმა უნდა, შევადარებთ რა განსხვავებები. დანარჩენი მეტი ისეთი არაფერი, როგორც ხედავთ და თუნდაც აი script execution time, ხო, კიდე რაღაცები კი გაითვალა, ნუ, თათ კორექტულად შეიძლება არ აჩვენა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრად სწრაფად შესრულდა ეს მომენტი ვიდრე პირველი, ხო? ნუ უფრო სწრაფად, ასე ვთქვათ, ბევრად შეიძლება არ. იმიტომ რომ გარკვეული აი ეს ამოცანა მყისიერად გამოვიდა, ხო? არ ელოდებოდა წინა ამოცანებს და კიდე ასეთი შეიძლება ბევრი იყოს.
ყოველ შემთხვევაში სულ ეს არის შესავალისთვის, ჩვენ ესე იგი იდეა ძირითადად განვიხილეთ, რა არის ასინქრონულობა, ხო? რა არის სინქრონულობა და შემდეგ გაკვეთილებში ჩვენ უფრო ვრცლად გავშლით ამ ილეთებს, ამ მოდულებს და თვითონ კონცეფციას. ამით გემშვიდობებით, მოვალ შეხვედრამდე, კარგად გქონდეთ.